რომ იცი რა არის კანონია, ხა გეუბნებიან რა. ეგ ფარაც კანონია, მედიის შეზღუდვის კანონია, გრანტების შესახების კანონია და ის დისკრიმინაციული კიდე ადამიანების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით რაღაც კანონია. ყველაფერი კანონად შეიძლება აქციო და ამ კუთხით მთლიანად ანტიკონსტიტუციური საერთაშორისო ხელშეკრულების, იმიტომ რომ ესენი კიდე ცალკე წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ კონსტიტუციასთანაც. წინააღმდეგობაში მოდის უამრავ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან, რომელიც რატიფიცირებული გვაქვს. ეს ითქვა ბევრჯერ, მაგრამ მაგრამ დენონსირებული არ გვაქვს რა, მაგრამ აი ეს რაღაცა კიდევ ის ინსტრუმენტები, საერთოდ შეიძლება გამოიყენო მათ შორის ჯერ კიდევ ევროპული ქვეყნები, ევროპული ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაეროდან ასე შემდეგ, ხო, რაღაცა ტიპის დისკომფორტს რა თქმა უნდა უქმნის. ეს არ არის, რომ ეს ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც აქვს, რაღაცა სახის შენარჩუნება ამათ ჭირდებათ. თუნდაც ეს ტრანსფორმაციის პროცესი მე რაღაცა კუთხით ამ ძალაუფლების კონსოლიდაციის უფრო უმტკივნეულად გაიარონ. რის საშუალება არ უნდა მისცე, იმიტომ რომ მე რაღაც წერტილზე რომ მივა, მე იქიდან უკან სვლა შეიძლება ძალიან რთული იყოს. ამიტომ ეხლა ზუსტად ამ ფაზაში ვართ, როდესაც ამ კანონებს იყენებენ ცვლიან ზუსტად ამ ასე ვთქვათ ადამიანების უფლებების შეზღუდვისთვის. მაგრამ მე ვამბობ, ეხლა სამართლებრივად წავიდე, არის კანონები, არის ზოგადი პრინციპები. ზოგადი პრინციპები სამართლებრივად, რომელსაც შეგიძლიათ დაეყნო თუ კანონის ზოგიერთი ნორმა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.